ამასობაში 13 მარტის საღამოა და ომი თუ მშვიდობა საკითხავია ეს არის. ეს იქნება ამ ვიდეოს თემა. სანამ ყურებას გააგრძელებთ, დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და გააკეთეთ დონაციები. მოკლედ რა მოხდა დღეს საინტერესო. ლუკაშენკო იყო მოსკოვში ჩასული პუტინთან შესახვედრად და ამ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე პუტინმა გააჟღერა თავისი პოზიცია ამ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. და თქვა, რომ პრინციპში თანახმაა ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ არის ნიუანსები. რა არის ახლა ეს ნიუანსები, რაზედაც აქცენტი გააკეთა პუტინმა. თავრესი არის ის, რომ პუტინმა აღნიშნა, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება 100 იქნება მოკლებული, თუ მასში არ ჩაიდება მომავალი ხანგრძლივი მშვიდობის რაღაც გარანტიები. ანუ არ აღმოიფრება ის მიზეზები, რომელმაც ომი გამოიწვია. მე აღნიშნა, რომ გაურკვეველია, როგორ მოხდება ეს ტექნიკურად, ანუ ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, როგორ მოხდება ეს, ვინ გააკონტროლებს, ვინ დაადგენს დარღვევის შემთხვევებს და რა რეაქცია იქნება ამაზე. ხო, გაურკვეველია, გამოიყენებს თუ არა ამას უკრაინა მობილიზაციის გასაძლიერებლად და გადაიარაღებისთვისო. ესეც უნდა იყოსო გარკვეულიო. ხო, გაურკვეველია რა ბედი ეწევა კურსკში დარჩენილ უკრაინულ დაჯგუფებასო ესო. თითქმის იზოლირებული ყავსო და ორი გზა აქვთო მაგათ, ან განადგურება, ან ტყვედ ჩაბარებაო. ეხლა ცეცხლი რო შეწყდებაო, ამათ რაო ესე ჩვეულებრივად გაუშვებთო, არა ეგრე არ გამოვაო. ხო, ფრონტის სხვა უბნებზედაც ინიციატივა ჩვენს ხელშია და რიგ მიმართულებებზე არანაკლებ ცუდ დღეში არიანო უკრაინელებიო, ეგ როგორ მოხდებაო. მოკლედ რაღაც ბევრი რიტორიკული შეკითხვები დასვა და აღნიშნა, რომ ხო, ამ შეკითხვებზე პასუხი უნდა გაიცეს და მე არ არის რა პრობლემა ცეცხლის შეწყვეტაო. ხო, ამაზე რეაგირება გააკეთა ტრამპმაც, ტრამპი ხვდებოდა ნატოს გენერალ-მდივან მარკ რუტეს და იქ აღნიშნა, რომ იმედის მომცემია პუტინს ეს განცხადებები, მაგრამ არასრულიო, ესეთი ფორმულირება იხმარა. ხო, ჩვენც არ გვინდაო ეს რაღაცა ხანმოკლე მშვიდობაო, ჩვენც იმისკენ მივისწრაფითო, რომ დავამთავროთ ეს ომი საბოლოოდო. უკრაინელებთან შეხვედრის დროსო ბევრი საკითხი განვიხილეთო, მარტო ეს ცეცხლის შეწყვეტა არ იყო, იქ ტერიტორიების საკითხიც იყო განხილულიო, რა დარჩება უკრაინას, რა არ დარჩებაო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სტატუსი და რომელ მხარეს დარჩება, ეგეც განვიხილეთო. ხო, და ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხიც შევეხეთო და იქ ყველაფერი უკვე კარგახანია გასაგებია, მოკლედ ნატოში არაო. ხო. და აღნიშნა, რომ ძალიან დიდი იმედგაცრუება იქნება მსოფლიოსთვის, თუ ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ შედგებაო. ამის პარალელურად ფინანსთა მინისტრმა ამერიკის გააკეთა განცხადება, რომ ამერიკა მზადაა დაუყოვნებლივ გაატაროს მკაცრი ფინანსური და ეკონომიკური ზომები იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ წამოაშვიდობიან მოლაპარაკებაზე. ეს ამის პარალელურად გააკეთდა. პარალელურად უკრაინელები იძახდნენ, გააკეთეს განცხადება, რომ ჩვენო ჯიდაში შეხვედრის დროს ჩვენი წითელი ხაზები დაუდეთ ამერიკელებსო. ეს წითელი ხაზი არის მოკლედ, რომ არმიის შემცირებაზე და რაღაც ლიმიტების დაწესებაზე კატეგორიული წინააღმდეგი ვართო და ასევე უკრაინას არ უნდა კონდეს შეზღუდვა ნატოში ან სხვა რამე საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისო რა. ხო, ამაზე არ ვართო თანახმაო. ხო, ტრამპმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები რუსეთთან მიდის, გამოთქვა იმედი, რომ კარგად იქნება ყველაფერი. სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი ჩასულია მოსკოვში და სავარაუდოდ პირადად პუტინს უნდა შეხვდეს. აგრეთვე ტრამპმა თქვა, რომ სიამოვნებით შეხვდებოდა პუტინს და გაესაუბრებოდა. შეხვედრის რა გითხრათ და როგორც დასავლური მედია იძახის, ხვალ უნდა შედგეს სატელეფონო საუბარი ტრამპსა და პუტინს შორის. და სავარაუდოდ იმ ნიუანსებს, რომელიც პუტინმა ახსენა, ჯერ უიტკოფთან განიხილავენ და საბოლოო ეს პოზიციები ალბათ ტრამპის და პუტინის საუბრის დროს
შეჯერდება თუ მოხერხდა ეს. ხო, რა ილაპარაკა კიდე ტრამპმა, მოკლედ ევროპელებზეა ძალიან გაბრაზებული. ამერიკულ ვისკიზე დააწესეს ევროპელებმა 50%-იანი საიმპორტო ტარიფი და დაემუქრა რომ 200%-იან ტარიფს დავაწესებ ყველა სახის ალკოჰოლზე, ღვინოებზე და იმაზე ევროპულზე. ხო. კანადაზე იძახდა რომ ხო 200 მილიარდით ვასუბსიდირებთ ყოველ წელს და ეგ არ არის სწორიო და ვაფშე არ არის რაღაც ხაზი საჭირო რომელსაც საზღვარი ქვიაო. ისედაც პრაქტიკულად ჩვენი დანამატიაო და შტატი უნდა გახდესო. ხო, აგრეთვე აღნიშნა რომ მე მგონიო გრენლანდიის ანექსია მოხდებაო. ანუ რა ვიცი, ესე თქვა რომ დავიპყრობო რა გრენლანდიასო რა, არ ეშვება რა მაგ იმას რა. წამოა რაღაცა რო არ გაახსენდეს, არ შეიძლება. ხო. აი ესეთი სიტუაცია არის მოკლედ ამ მომენტისათვის რა. მომენტ მოსკოვში მიდის მოლაპარაკებები, თუ ეს რაღაც ნიუანსები დაზუსტდა და რუსეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნები ნაწილობრივ მაინც დაკმაყოფილდა და რაღაც სიცხადე შევიდა ამ საკითხებში, ვფიქრობ შეთანხმება შედგება. თუ არა და ალბათ არა. და როგორც ტრამპმა თქვა, ეს იქნება დიდი იმედგაცრუება მსოფლიოსთვის. ნუ ყველა ეს ნორმალური ადამიანი მაინც ველოდებით, რომ ცეცხლის შეწყვეტაც მოხდება, მერე შემდგომი ეტაპიც კარგად წავა მოლაპარაკებების და ომი დასრულდება და ანუ სხვა სცენარი ნაკლებად სახარბიელო იქნება რა. პირველ რიგში ჩემი აზრით უკრაინელებისთვის. ხო, აი ეს იყო რაც მე გავიგე აი ბევრი სხვადასხვა ტიპის განცხადებებიდან და ჩემი სიტყვებით როგორც შევძელი გადმოვეცი.